ოზურგეთის საკრებულოს მორიგს ხდომაზე თებერვლის დიდ თოვლობასთან დაკავშირებულ მიმდინარე სამუშაოებზე საუბრისას მერის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე შეეხო ოპოზიციური პარტიების მიერ გაწეულ სამუშაოებსაც. მათ ქმედებას ღურჯუმელიძემ დესტრუქციული და პროვოკაციული უწოდა და განაცხადა, რომ ლელომ და სტრატეგია აღმაშენებელმა ქალაქის ცენტრში ტექნიკა იმ მიზნით დააყენეს, რომ მოქალაქეებს შექმნოდათ ილუზია, თითქოს ხელისუფლებას ტექნიკა გაჩერებული ყავს და მოქალაქეებს დახმარებას არ უწევს. ასევე არ შემიძლია არ შევეხოთ ტექნიკის მუშაობას. აქაც სოციალური ქსელისთვის არც ამას მოვერიდები პარტია ლელომ და ვაშაძის პარტიას არ ვიცი ახალგაზრდა სტრატეგია აღმაშენებელმა გამოიჩინეს კეთილი ნება და ჩამოიყვანეს ორი ერთეული ტექნიკა, რომელიც ძირითადად ჭავჭავაძის ქუჩაზე იდგა. ჭავჭავაძის ქუჩაზე იდგა და პროვოკაცია იყო ერთგვარი ესეც, აქედანო შემიძლია ვთქვა. პროვოკაცია იყო, იმიტომ რომ მოქალაქეები გვირეკავდნენ აბრაზებულები, ჩვენზე გასაბრაზებლად აკეთებდნენ მაგას. ხელისუფლებაზე გასაბრაზებლად, რომ თითქოს ტექნიკა მოცდენილია დგას, არაფერს არ აკეთებს, რომელიღაცა სოფელში ადმინისტრაციულ ერთეულში არ იყო გზა გაწმენდილი. აღინიშნება არ იყო, მაგრამ ეს ესე იყო. უფრო მეცაც ვიტყვი. სადაც კი მიდიოდნენ, ისე აფუჭებდნენ იქ ვითარებას. ინფრასტრუქტურასაც კი აზიანებდნენ, ესე შემიძლია გითხრა. ვიდეოებში გიგზავნდა ადამიანები, როგორ უხეშად ელაპარაკებოდნენ ამ ტექნიკის ოპერატორები მოქალაქეებს, რომ თითქოს ამას თავის კეთილინებით აკეთებენ. და არც იმას არ ასახელებდნენ, ვინ იყო მათი დამკვეთი. ამ ორი პარტიის წარმომადგენლებმა პირდაპირ შემიძლია ჩამოიყვანეს ტექნიკა და პოზიორობა გამართეს არაერთ ადმინისტრაციულ ერთეულში. ამ ტექნიკას პრაქტიკულად იყენებდნენ, იმისო ტრანსპორტირება მოეხდინა თავისი მხარდამჭერით და იქ ვიდეოები და ლაივები ჩაეწერა. ლელოს პოლიცსაბჭოს წევრი ვატო სურგულაძე ამბობს, რომ აღნიშნული ტექნიკით მათ არაერთი საქმე გააკეთეს. უამრავ მოქალაქეს გაუწიეს დახმარება. ხელისუფლების შტაბთან დაკავშირება და მათთან ერთად კოორდინირებული მუშაობა კი ხელისუფლების უარის გამო ვერ მოხერხდა. ვიღებდით ყოველდღიურად პრაქტიკულად 200-მდე, 300-მდე ზარს. ვახარისხებდით, სად იყო ყველაზე საჭიროება მისვლის. და ოზურგეთში, როგორც ქალაქში, ჩვენ პრაქტიკულად ერთხელ მოიდახეზე გავწმინდეთ გზა, იმიტომ რომ ადამიანები ვერ გძალავდნენ. მეშვიდე დღე კაცი სახში იყო გარდაცვლილი და ვერ გძალავდნენ. იქ გავასუფთავეთ გზა და ჭავჭავაძის ქუჩა გავათავისუფლეთ, ვინაიდან ჩვენი შტაბი იყო. დანარჩენი ჩვენ ვიმუშავეთ. დაწყებული ვაბსუდან დამთავრებული ბაგამფიან სოფლებამდე. სადაც ჩვენ გვეუბნებოდნენ, იგივე ლიხაურში, როცა ორსული ქალი იყო. და მის გზაზე მისასვლელი არ იყო დაგმირეკეთ, გავიდა ჩვენი ტექნიკა და გაასუფთავა ის გზა. სად იყო მთავრობა, სადაც რაც აკეთებდნენ. რაზე უნდა ვისაუბრო, როგორც რაიკომს რო ეძახიან გამგეობა 30 მეტრში, ზუსტად 30 მეტრში უკანა მხარეს ბატონის ქუჩა თუ არ მეშლება, ქალბატონი ცხოვრობს, რომელიც უსინათუროა. ვერც გაუფრთხილებს, ვერც სახურავს და ვერც ეზო რომ მეზობელი შესულიყო და საკვები მიუტანა. ჩვენ მივედით, წამლებით მე მივუტანე, საკვებით ჩვენ მივუტანე. ეს ხდება 30 მეტრში საკრებულოს უკან. აი ამაშია საქმე. ამაშია ცხინვალში ვინ გაასუფთავა გზა? რატო არ ავიდნენ მაგათი ტრაქტორები? რატო ვიხარით ჩვენ ასულები? იგივე შემოქმედში, რატო ჩვენ ვიმუშავეთ? აქ არ არის ზუსტად იმაზე და არაფერს არ ვაკეთებ. ყოველდღიურად კიდევ ვამბობ, დაწყებული წამლები, ინსულინის ხრიცი არ ქონდა, ქალს ინსულინი გაეკეთებდა. სად იყო ეგრეთ წოდებული გამგებელი და მისი მოადგილეები? ადამიანს სილაუში სადაც აღარ ქონდა ეპილეფსიის საწინააღმდეგო წამალი, ვინ მიუტანა? ჩვენ მიუტანეთ. როდესაც ყოველდღიურად 50 პაკეტს ვაკეთებდით, კარგ პაკეტის კი არა, მაგათ რო ქონდა დაკეთებული საკვებების პაკეტი, ანუ ძალიან სრულყოფილი, თავის ყველაფერი. და სადაც ბავშვს ეძებოდა საფენი მიქონდა. სადაც ეძებოდა ბავშვის საკვები მიქონდა. ჩვენ ვიწერდით ყოველდღიურად საღამოჩდებოდა და პრიორიტეტების და მიხედვით ამას მიჯნავდი. და მე მქონდა სურვილი დაკავშირებული ყავი, მაგრამ არავინ არ მიპასუხა, რომ ბეთქვა რომ მოდით ერთად გავაკეთებთ. ამიტომ ჩვენ რაც საქმე გავაკეთეთ, ლანჩხუთში შეშაჩვების გამგებელმა სარისულმა შეშა ვერ მიუტანა ადამიანს. ჩვენ ვიშოვეთ შეშა, ხობიდან ჩამოვიტანეთ და მიუტანეთ. აი ამაშია ჩვენი სწორობა, ჩვენ მუშაობდით მიზნობრივად, ვის რა ჭირდებოდა.
აღარ ვიტყვი პაციენტში რო ავედით ბოლოში სოფელში 2 მოხუცი მარტო ხელა მოხუცი და ჩვენ ვარ მიგვედა საკვები რითი დამთავრდებოდა ძალიან სტული წარმოსადგენი არ არის აი ამაშია საკუთარ მიზნობრივად მიმუშავეთ არავის არ უშლიდით უამრავი ტექნიკა რო ედგათ და ამ ტექნიკას რო არ იყენებდნენ და რო ჩამოიყვანეს ამდენი ჯარი მანის მანქანები გერმანული მანქანები სამხედრიანი ორსიდიანი მანქანები როცა შეეძლოთ გვარდიის ოცეული ჩაეშოთ გაეშვათ სოფელში დახვდებოდა გამგებელი გაეშუფთავებინათ და გადმოწვლა გააკეთებოდა იმითი სადაც საჭიროება იყო მეორე ოცეული სხვაგან გაეშვათ მართლა არ იციან არ მიყვარს სიტყვა მენეჯმენტი მართლა რო არ იციან და სხვა საბრალებენ და როცა ალუჩა ბიჭი გამგებლის ძმა მეტი არაფერს არ წარმოადგენს ის ადამიანი გამგებლის ძმა ეგრეთ წოდებული თოლმავალი დადიოდა იმ თოლმავალზე მაგიკი არ უნდა მძდარიყო უნდა მძდარიყო მაშველი და უკან თქვა ექიმი თუ ამის საჭიროება იყო ან კიდევ მეორე მაშველი აი ეს არის განსხვავება ჩვენი და მათი აი ამაში ჩვენ მიზნობრივად ვიმუშავეთ ძალიან ბევრი ჯახში ვიყავით ძალიან ბევრი პროდუქტი ვარიგეთ ძალიან ბევრი მედიკამენტი დავარიგეთ და ძალიან ბევრი ქუჩა გავწვიდეთ და არა ოზურგეთში არამედ ზუსტად სოფლებში სადაც პრობლემა იყო გამოსვენების და ორსულის და სასტრაფოს მისვლის და ისაც არ დამოვიწყდება როდესაც სასტრაფო ოზურგეთში გაჩერდა თითოეულობის დროს და ჩვენ ჩავიბით დიახაც ჩვენ მანქანა ჩავიბით და ეს სასტრაფო ამოვათრი გუბერნატორმა ეგრეთ წოდებულმა გუბერნატორი თუ შეიძლება გაიარა და მანქანაც კი არ გააჩერა აი ეს არის ყოველ შეგიძლიათ დაწერო და ესაც უთხრა ამიტომ ჩვენი ამოცანა არ იყო ან ჩვენი რეკლამა არცად არ დავდიოდით ან ბრენდული ჩანთები მიქონდა და არცად ლეველზე არ საუბრობდით საერთოდ და უბრალოდ ვეხმარებოდით ხალხს და ამიტომაც სანამ ჩვენზე რამე სიტყვის სოდიანი ხალი გამოიხედოს რა ამაშია საქმე შენარი ცოტა დაეშვებოდი ამაშია მათი პრობლემა აი ეს არის საქმე ჩვენ რას ვაკეთებდით 10 დღე დავჭი დიახაც 10 დღე დავჭი